რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეებმა გაბრაზებულმა გულდაწყვეტილმა მოქალაქეებმა იმ დრამატული მოვლენების კვალდაკვალ ისევ მოვიდნენ რუსთაველზე და გადაკეტეს რუსთაველი სულ რამდენიმე წუთის წინ გადაიკეტა მოქალაქეების მხრიდან და მთავარი თემა ცხადია დღეს იყო ის შეურაცხმყოფელი და ძალიან დრამატული განცხადებები რომელიც მოვისმინეთ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან და რომლის მთავარი გმირი იყო ამ ქვეყნის თანამედროვეობის გმირი გიორგი ანწუხელიძე ეს არის გმირი რომლის ისტორიის გადაწერას რომლის ძალიან მძიმე ნამდვილი ამბავის გადაწერას ცდილობს დღეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება როგორც ჩანს ის ცდის მოქალაქეებს და საზოგადოებას სად არის ზღვარი ტკივილებს შორის სად არის ზღვარი ზოგადად გაბრაზებულ მოქალაქეებს შორის და რატომ უნდა ვირწმუნოთ ის რასაც გვარწმუნებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ეს არის ის მთავარი კითხვები რომელიც ჰქონდათ მოქალაქეებს რომლებიც მართლაც ძალიან გულნატკენი არიან იმის გამო რომ რეალურად ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არ ამთავრებს ამ მანიპულაციურ რაღაცნაირ ძალიან შეიძლება ითქვას ამაღელვებელი განცხადებების გაკეთებას და ისტორიის გადაწერის ცდელობა არის უწყვეტი არ იკმარა ის სამარცხვინოს ხდომები სადაც დაიბარა ომის გენერლები და სულ ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება რომ თითქოს ამ ქვეყანაში ომი დაიწყო საქართველოს ამ დროს ჩვენ ვიცით რომ ყველა მთელმა ცივილურმა სამყარომ იცის როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსეთი არის ოკუპანტი და ეს ქვეყანა არის ოკუპირებული გამყოფი ხაზი როგორც ახსენებენ ბოლო განცხადებებში არის ახალი ტერმინი რომლის ასე ვთქვათ დამკვიდრებას ცდილობს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საერთოდ რა უნდა ამ ხელისუფლებას რატომ ცდის ადამიანებს საკუთარ ნერვებზე და ამ დროს ჩვენ ვნახეთ როგორია გამოხმაურებები საზოგადოების დიახ გიორგი ანწუხელიძე არის ნამდვილად უკტავი დიახ და რატომ დაისვა ეს შეკითხვები კიდევ ერთხელ მე ვეცდები მოვისმინო რა განწყობებია საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით რომელიც სხვა ბევრ სამართლებასთან ერთად რომელსაც ყოველდღე ვუყურებთ მათ შორის თემურ ჩხეიძის სახელოსნოს დახურვა მათ შორის გაუთავებელი რეპრესიები და მოდით ვიკითხოთ რატომ არ არიან მართლაც სახლში ის ადამიანები რომლებიც ამ რეჟიმის წლების მანძილზე გახდნენ მსხვერპლი სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებების და რატომ მოხდა ის რომ ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ გვიწევს სრწმუნება რომ დიახ გიორგი ანწუხელიძე გმირია მოდით ვკითხოთ მოქალაქეებს რამ გააბრაზათ ყველაზე მეტად მე მიშოს თხოვ წამოვიდეს ჩემთან ერთად და გავესაუბროთ მოქალაქეებს რომლებიც იცავენ ამ ქვეყნის ღირსებას დროშით შემკობილ ბიჭს ხედავ გამარჯობათ არა გამარჯობათ მინდა გკითხოთ აი დიდება გმირებს ისმის შეძახილი როგორი იყო რამდენად მტკივნეული იყო მოგესმინათ ის განცხადებები რომელიც ჰქონდა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ერთმანეთის მიყოლებით გიორგი ანწუხელიძის ამბავზე განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია ვინ დაიწყო ომი ამ ქვეყანაში და რას ფიქრობთ საერთოდ ამ ამბავზე რასთან გვაქვს საქმე ყველა ლაპარაკობს მათ ფსკერზე რომელიც აღარ დაილია ნუ მათ ფსკერს მართლა არ გააჩნია ფსკერი ეს არის რუსული შეკვეთა, რომელსაც წულუკიანი ასრულებს და არ მივცემთ მაგის საშუალებას. ცხენოდეს შვილი ეზრდება და უბრალოდ სირცხვილია. დიახ, ნამდვილად მათ უფრო აზარალებს ეს განცხადებები ვეთანხმები ჩემს რესპონდენტს, ვიდრე თავად გიორგი ანწუხელიძის სახელს, ამ სახელს ჩვენ ვერ შევუბრალავთ ამ ძალიან სამარცხვინო განცხადებებით. აი, გამარჯობათ. რას ფიქრობთ იმ განცხადებებზე, რომელიც მთავარი გმირი იყო ამ ქვეყნის გმირი გიორგი ანწუხელიძე? რატომ ამოიღო მიზანში ეს სახელი და გვარი ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ? სიმბოლოების გაქრობას და ისტორიის გადაწერის მცდელობასთან გვაქვს საქმე, როგორ ფიქრობთ? დიახ, აშკარაა, რომ გადაწერასთან გვაქვს საქმე ისტორიის და დღევანდელ დღესაც მოხდა ჩვენი შეკრება ეს გვარად ეწინააღმდეგება რუსულ ოცნებას და ანწუხელიძე უკტავია დიდება გმირებს. რა სიტყვით? არ მინდა ვადგინოთ. კი ბატონო, არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა, მაგრამ ცხადია, მაინც არიან აქ, იცავენ ამ ქვეყნის ღირსებას და უკვე არ ვიცი, 135 დღეა თუ არ ვცდები დღეს არიან ქუჩაში და სულ უფრო და უფრო მეტი ამბავი გროვდება. აი რომ მგონია რომ ამაზე უარესი შეიძლება აღარ მოხდეს, მე კიდევ უარესი ხდება. აი ახალგაზრდებს ხედავ. გიორგი ანწუხელიძეზე მინდა გკითხოთ. აი დღეს ალბათ მთავარი მოტივი, რატომაც ხართ ქუჩაში, არის ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან. ანწუხელიძე გმირია. თქვენ თვითონ გააკეთეთ ეს ბანერი? დიახ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რა ვიცი,
ისეთი გმირები როგორც ანწუხელიძე არის, ბევრი არ ყავს ქვეყანას და ისინი არიან ნამდვილად გმირები და გმირები, რომელსაც არასოდეს არ დავივიწყებთ. არანაირი მსხვერპლი როგორც უნდა ეს ჩვენს რუსულ მთავრობას, ეგრეთ წოდებულ ჩვენს რუსულ მთავრობას, რომ ხალხს დააჯეროს და ხალხს მიაწოდოს ეს ინფორმაცია თავიანთი პროპაგანდისტული არხებიდან, მაგრამ არ გამოვუათ ეგ, იმიტომ რომ ანწუხელიძის გმირობაზე იზრდებიან თაობები და ანწუხელიძე არის ისეთი ხელშეუხებელი რამე, რომელსაც არ არსებობს ათასწლეულები გავლენ და ჩვენ ყოველთვის გამახსოვრება, იმიტომ რომ ამაზე დგას ერი და ამაზე დგას ჩვენი ქვეყანა ზოგადად და მსგავს გმირებზე. ხო არ გინდათ დაამატოთ რამე გიორგი ანწუხელიძეზე მათ შორის? ჩვენს ეგრეთ წოდებულ რუსულ მთავრობას უნდა რომ ისტორიაც გადაწეროს და რა თქმა უნდა ანწუხელიძე გმირია, მაგრამ ვერ აღიარებენ, იმიტომ რომ თვითონ არიან გამყიდველები და ქვეყნის მოღალატეები და ხალხო ეს მთავრობა უნდა მოვიშოროთ სასწრაფოდ. თორემ რუსეთ ჩაგვაბარებენ და ქვეყანა აღარ გვექნება, ტერიტორიაც აღარ გვექნება მალე. მადლობა. ვეთანხმები ასევე ჩემს რესპონდენტებს, ჩვენ კარგავთ სახელმწიფოებრიობას და ნამდვილად ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ცდილობს გადაწეროს ისტორია. გიორგი ანწუხელიძე ნამდვილად უკტავია და მე ვიტყვი რომ არიან აქ მოქალაქეები, დავით მინდა ვუთხრა, ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც ამ დრომდე არ უნახავთ ის შემზარავი წამების სამსახველი კადრები, რომელიც გავრცელდა გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები მაქვს ხედავაში და მათ შორის ჩვენ ვიცით რომ ოჯახის წევრებიც არიან, რომლებსაც არ უნახავთ ეს კადრები და არ ვიცი რატომ ხდება ამ ტკივილების თავიდან, ასე ვთქვათ, და ამ ჭრილობების თავიდან გახსნა ქართულ საზოგადოებაში და რა მიზანი აქვს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას.